მამაში წაუღე რა. ასე ქართული ოცნების წევრი ბექაუდი შარია საქართველოს მოქალაქეებს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ელაპარაკება. ოცნების საკრებულოს წევრობის კანდიდატსა და ყოფილ პარლამენტარს ნერვებმა მაშინ უმტყუნა, როცა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებიდან გამოსვლისას მოქალაქეები შეძახილებითა და ოლე ოლას სიმღერით შეხვდნენ. პოლიციელებით გარშემორტყმულ შარიას მოქალაქეების ნასროლი არც კვერცხები ასცდა და არც წყალი, რომელიც მას შენობიდან გამოსვლისას შეესხეს. შეხარ მოუნა, შეხარ გამხდველი, შეხარ მოღალატე და დაიშჩები ამისგან. ქვეყანაში თითქოს ოჯახური ღირებულებების დამცველი პარტიის ქართული ოცნების წევრმა მოქალაქეებს, მათ შორის ქალებს, აგინა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ერთ დროს თავად ნაცმა აქციის 20-22 წლის მონაწილეებს ნაცები ეძახა. ოდიშარიამ აგინა ჟურნალისტებსაც, რომლებიც მას შეკითხვებს სინდისის პატიმრების შესახებ უსვამდნენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ ნასვამი ბრძანდებით. ნასვამი ბრძანდებით. შეკრებას ესწრებოდნენ ოცნების მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები. ყობახიძემ შენობიდან გაპარვა მოახერხა. ვოლსკიმ აქციის მონაწილეებს პირჯვარი გადასახა და მალევე გაუჩინარდა. აი, აქოცობა. არ გირეკავენ, არავინ არ გირეკავს, ხო ხედავ. ოდიშარიას მხარს პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერები უმაგრებდნენ, რომლებმაც გამოცემა პუბლიკის ჟურნალისტს ხელი დაარტყეს, სამოქალაქო აქტივისტს კი შეაფურთხეს. არაფრთხილ მდგომარეობაში იყვნენ მოსულები, ქალებს აგინებდნენ, აფურთხებდნენ, კაცები ქალებს აფურთხებდნენ, შეურაცხყოფელ ჟესტიკულაციას იყენებდნენ, შეურაცხყოფელ ფრაზებს ამბობდნენ, მორალურ ხწნას, რასაც ჩვენ ვუყურებთ, ექნება ლოგიკური დასასრული და ეს ლოგიკური დასასრული იქნება ჩვენი გამარჯვებით. ამ ხალხის ნამდვილი, სწორი, გულწრფელი ბრძოლა დასრულდება გამარჯვებით. იცნობდა ცნობილი შეძახილი ოლეოლა, რაზეც ბექაუდი შარიას პასუხი იყო საკმაოდ ხისტი და უხეში, მან დაიწყო აქციის მონაწილეების მიმართ გინება, როდესაც ვკითხეთ თუ ვის აგინებდა, ამაზე გვიპასუხა, რომ ოლეოლას მომღერლებს ვაგინებთ და შეურაცხყოფის ობიექტები გავხდით თვითონ მედიის წარმომადგენლებიც. აქციამ გააცვლა ბოლომდე და შემდეგ უკვე მან დატოვა არაფრთხილ მდგომარეობაში ტერიტორია. გუშინდელისგან განსხვავებით, დღეს ოცნების დეპუტატები მედიასთან შეთანხმებული მესიჯ-ბოქსებით წარსდგნენ. ოდიშარიას დამცველებად სწორედ თანაპარტიელები გამოუდგნენ, მდარე იუმორითა და ძალადობის წამახალისებელი განცხადებებით. თანაგუნდელის დაცვა ნინო წილოსანმა კი ოდიშარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოყენებით სცადა. აქციის მონაწილეებს ზნეობრივი ნორმები შეახსენა დეპუტატმა, რომელსაც არასოდეს გაუპროტესტებია ჟურნალისტების ცემა და საკუთარი პრემიერის მიერ აქტივისტების გიჟება შერაცხვა. წილოსანს არც მამის პარტიის მიერ აგორებული ეს გოგო დიდი ხანია გიჟია, კამპანია დაუგმია. ართიბასეთურის მრევლი, ნაცი ტიტუშკები, ნაცი ორკები, ეს არის მათი რეალური სახე. ხო ტრაგიკულია მათი მდგომარეობა, ჩვენ მზად ვართ ამ ადამიანებს მართლა ყველანაირი დახმარება გაუწიოთ მკურნალობის ჩათვლით, თუ დაექვემდებარებიან ამ ყველაფერს. სამარცხვინო და სამწუხარო ფაქტი, ესე იგი ამ ადამიანის სახეებს რომ უყურებდი, არ ვიცი, უბრალოდ წარმოუდგენელია. მაიკ ჯექსონის ცოცხალი რომ იყოს ტრილერს ალბათ მათი ჩართულობით თავიდან გადაიღებდა. არც გრიმი დაჭირდებოდა, არც ვიზაჟისტები. ბექაუდი შარიასგან ქალთმოწულე, სექსისტური რეპლიკები და ქალების გინება ახალი პრაქტიკა არ არის. ქართული ოცნების პარლამენტში მან ქალ დეპუტატებს აგინა. ტიტუშკებს აცემინა სამოქალაქო აქტივისტი, რომელმაც მას სუპერმარკეტში მონა უწოდა. რუსი ხარ, შენ ხარ რუსი ბიჭო. რუსულ კანონზე ხელი ხომ მოაწერე შენ რუსო. რუსო მანა შენ. მოქალაქეებმა შეკრება მელიქიშვილზე, სადაც კალაძის საარჩევნო შტაბი გაიხსნა, საღამოს დაიწყეს. ადგილზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით პოლიციელი იყო მობილიზებული. ტრადიციულად ფორმიანები ჩინოვნიკებს იცავდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ ოდიშარიას გინება არც კი გაუგონიათ.